მანუელოს წყალს ასხურებდნენ და შხეფებმა რომ ვერაფერი უშველა. სამმა ჯალათმა წყალი უზარმაზარი კასრით დააქცია თავზე. მეოთხე განზე იდგა, ხელში მანუელოს თვალი ეჭირა. ატალახებულ სოხანეზე გულაღმა წაქცეულიყო მანუელო, გონება დაკარგულს, თავი უმწეოდ უცახცახებდა. აჯანჯღარებდნენ, ორგანამო კორტნილ მუცელზეღა შერჩენოდა თვალის ფოსოდან გამომდინარე სისხლი. სხვა ნაკვალევი გადაერეცხა წყალს და ერთ-ერთ ჯალათს უნებურად მის ჩატეხილ ნეკნზე რომ მოუხვდა სქელი მოქნილი თითი, ისევ ტკივილმა გამოაფხიზლა მანუელო. დასიებულ ტუჩებზე ენის წვერით წყლის ორიოდე წვეთი მოიძია და კენტად შერჩენილი თვალი გაახილა. სადაა ხრელი? თუ არ გჯერა თვალის შენარჩუნების უპირატესობა, ჩემს ბაღში გაგატარებ. ბუნება არ გიყვარს? მითხარი, სადაა ხრელი? და კარგად დაგათვალიერებინებ ბუნებას. ანდა თუ გინდა ჯერ ბუნებას დაგათვალიერებინებ და მერე მითხარი. იქნებ ხეზე ასვლა გსურს და ძალიანად სწორია. მაღლიდან კარგად ზედმიწევნით ჩანს ლამაზი სანახები. 4 ჯალათს მაღალ ჭადარზე აჰყავდა მანუელო. ხანდახან გრძნობას კარგავდა და მაშინა ჰქონდათ. ერთმანეთს აწვდიდნენ. ახლად დანაწვიმი იყო ხე, ნესტი შერჩენოდა, მწვანედ კრიალებდა. მერე გაწორიულდა სქელი ჭადარი, ძლივს ხაუძლებდა 5 კაცის სიმძიმეს და უფრო ზევით მანუელოს მხოლოდ ორნი მიაცილებდნენ. მერე მარტო კამ შედგა ფეხი მაღლითა ტოტზე, მუხლი გამართა. კლავები მაგრად შემოხვია ხეს, ქანს გაწყვეტილი მაგრად ჩაეხუტა. გადამტვრეულ თითებს ვერ შველიებდა, შემოსალტული დაყვებით ჩაკვროდა ხეს. ზედკენწეროსთან იდგა მანუელო და ცალი თვალით ძალიან დინჯად, საგულდაგულოდ, რიგრიგობით 4-სავე მხარეს იხედებოდა. ბევრი რამ ჩანდა. როგორც იქნა და გააცხო თვალი, მაცდური აზრი წამოეპარა. იმ სიმაღლიდან რომ გადმომხტარიყო, მიწამდე სულიც არ დახვებოდა, აღარ შეეძლო იქ, იმ ოთახში მეტი სატანა, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა. ეს ჯერ ერთი რომ ლაჩრობას დაემსგავსებოდა და მეორეც ის მარშლისთვის უკანასკნელი სიტყვა უნდა ეთქვა. სადაა ხრელი? აუარე ფულს მიიღებ თუ ხრელი. ხრელი. ახლა კი შეგიძლია მეორე თვალით სამომთხარო. ყველაფერი დავიმახსოვრე. სულელის ხიმილს არ წააგავდა მისი სიხარული. უცნაური რამ ბედნიერება სჭირდა მანუელო კოსტას. სულელის ღიმილს არ წააგავდა მისი სიხარულს. კოშკივით უცნაური რამ ბედნიერება სჭირდა მანუელო კოსტას. ყოველივეთი აღფრთოვანებულს კოშკივით სულიებსებოდა და მხიარულად დასდევდა დუჟმარეულ ხარებს. როგორც ყოველმა ვაკეირომ, იმანაც მშვენივრად იცოდა თავის საქმე და ცოტათი უფრო. თვით დიდ მწყემს ზემორეირასაც კი უახლოვდებოდა მამაცობითა და ღონით. მანუელას თანაცული მაშინ არ ყავდა და ბაზრობათა ქალაქში ხშირად დაიძურწებოდა ხოლმე, სიხარულს წინასარატანილი. იქ სერტანაში უცნაური სიყვარული სჭირდა. მისი ორი ლამაზი თვალიდან გამომჭვირვალე მზერი შეხებისას რომელიმე უბირი ბუჩქი მაშინვე მანუელო კოსტას ბუჩქად გადაიქცეოდა. ბაობაბივით დიადდებოდა, ლამაზდებოდა, იფურჩქნებოდა, უცნაური მწვანე ეფინებოდა
რას არა გავდა ცადაზიდული. მთელი ქვეყანა ხატაკ მანუელოსი გახლდათ. ისეთი ცქერა იცოდა. საცაკი თვალი მიუწვდებოდა, სულ ყოველივეს ითვისებდა. ყოველივეთი იშღინთებოდა ვაკეიროს ტევადი სული და ბედნიერად აღზევებული, სილამაზეში გაღიმებული დააქროლებდა შვენიერ ულახს. ერცხენიანი მეფე, მანუელო კოსტა. მანუელო კოსტა პირველი იყო იმ რჩეულ ხუთთაგან, ვინც დიდი კანუდოსელი გახდა.